ამ ვიდეოში ნახავთ წარმოუდგენელ რამეს, კერძოდ როგორ წარმოიქმნება ლაივში ბგერა. უსმინეთ? და პარალელურად დააკვირდით აი ამ სტრუქტურებს, რომლებიც ვიბრირებენ და მოძრაობენ ბგერის წარმოქმნის დროს. შემდეგ ვიდეოში კი ზუსტად აგიხსნით, რა სტრუქტურაა ეს და როგორ მონაწილეობს ის ამ საოცარ პროექტში, რასაც ბგერის წარმოქმნა ქვია. ეს არის ენდოსკოპი, რომლითაც ექიმი პირდაპირ იყურება ხორხში. აი ეს სტრუქტურა არის ხორხსარქველი, ეს კი არის სახმოიოგები და სახმოიოგების იქით უკვე რაც ჩანს არის ტრაქეა. ანუ სასუნთქი მილი, რომელიც შემდეგ იყოფა ბრონქებად და ნაწილდება ფილტვებში. და ეს სწორედ ეს პატარა სტრუქტურები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ საერთოდ შეგვიძლია ლაპარაკი, ფონაცია და ბგერების წარმოქმნა. ანატომიურად კი ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება. აი ეს მილი არის ტრაქეა, ეს კი ხორხი, სადაც მოთავსებულია ეს სახმოიოგები და ყია, რასაც ვხედავთ, ანუ ამ ორ იოგს შორის არსებული სივრცე არის ყია. ჩვეულებრივი სუნთქვის დროს ამ სახმოიოგებს შორის ჰაერი დაუბრკოლებლად გადის და შესაბამისად სუნთქვის დროს ჩვენ არანაირ ხმას და ბგერას არ წარმოვქმნით. თუმცა მაშინ, როდესაც ადამიანი ამ სახმოიოგებს აამოძრავებს, მათზე პასუხისმგებელი კუნთების შეკუმშვის შედეგად, მათ შორის ჰაერი ვეღარ გაივლის დაუბრკოლებლად და ჰაერი მათზე იმოქმედებს და ისინი დაიწყებენ რხევას და სწორედ ამ რხევის შედეგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ტონალობის ბგერების წარმოქმნა. ამ ყველაფერს კი როგორ წარმოქმნას ადამიანმა დაბალი და მაღალი ტონალობის ბგერები და ლაპარაკის დროს ინტონაცია შეცვალოს, ადამიანი სწავლობს რა თქმა უნდა თავის ცხოვრების განმავლობაში. სინამდვილეში ლაპარაკის სწავლა არის აი ამ სახმოიოგების კუნთებზე კონტროლის სწავლა და ამის შედეგად სხვადასხვა ბგერების წარმოქმნა.